რუსთავში საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების ეროვნული ასოციაციის სამართლებრივ საქმეთა კომიტეტის პირველი გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. კომიტეტის მიზანია საკანონმდებლო პროცესებში თვითმმართველობების ჩართვა და იმ სამართლებრივი აქტების განხილვა შეფასება, რომლებიც მუნიციპალიტეტებს მოსახლეობისთვის უკეთესი სერვისების მიწოდებაში დაეხმარება. საქართველოს პარლამენტსა და ათეას შორის გაფორმებულია მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც დღეს ქალაქ რუსთავში შევიკრიბეთ პარლამენტის წარმომადგენლები და თვითმმართველობის წარმომადგენლები საკითხები, რომლებიც აწუხებს თვითმმართველობას, ხშირ შემთხვევაში საჭიროებს საკანონმდებლო ცვლილებებს და რა თქმა უნდა პარლამენტი მზად არის მუნიციპალიტეტებთან აქტიური თანამშრომლობისთვის. რუსთავში ძალიან საინტერესო სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც კოლეგებთან ერთად ვიმსჯელეთ იმ ცვლილებებზე, რომელიც საკანონმდებლო კუთხით უნდა განხორციელდეს, რომ მუნიციპალური რეფორმები და ის სიახლეები, რაც გვინდა რომ დავნერგოთ მუნიციპალიტეტებში, გახდეს კიდევ უფრო ეფექტიანი. ყველა სამართლებრივი აქტის პროექტი, რომელსაც უშუალო გავლენა ექნება და სამართლებრივი შედეგები ექნება მუნიციპალიტეტებისთვის, გადმოიგზავნება ათეაში, ათეას სამართლებრივ საკითხთა კომიტეტში, რათა ამ კომიტეტმა მუნიციპალიტეტების სახელით წარადგინოს საკუთარი შენიშვნები.